ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5-მე-6 საუკუნეში მოღვაწე წინასწარმეტყველმა დანიელმა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს თავისი სიზმარი აუხსნა. სიზმარი კაცობრიობის ისტორიის მომავალს წინასწარმეტყველებდა. ამით ნათქვამი იყო, რომ მალე სამყაროს მხსნელი ქრისტე მოევლინებოდა. მანამდე კი განადგურდებოდა როგორც ბაბილონის, რომის, საბერძნეთის, ასევე სხვა დიდი იმპერიები. მათ შორის იყო ასურეთიც, ძველი შუამდინარეთის, ახლანდელი ერაყის ტერიტორიაზე, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეში დაიშალა. მას შემდეგ თითქმის 25 საუკუნის განმავლობაში ასურელები მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან. მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ის არის, რომ ერთ-ერთი შტო, რომელიც ირანში ცხოვრობდა მე-18 საუკუნეში საქართველოსკენ დაიძრა. მე-19 საუკუნის დასაწყისში კი მათ თურქეთის ტერიტორიიდან მეორე ნაკადი შემოუერთდა. მარიკა ბაკურაძე იკვლევდა არიან თუ არა საქართველოში ჩამოსახლებული ასურელები დიდი იმპერიის ასურეთის შვილები. საღამოშვიდობის მარიკა. ძალიან საინტერესოა, როდესაც ჩვენ მე შენთან ერთად ვეცნობოდი ამ მასალებს, ბევრი თანხვედრაა, იგივე რელიგია, იგივე მათი გარეგნობა, წესჩვეულებები. მაგრამ არ არსებობს რაიმე კონკრეტული ისტორიული დოკუმენტი ამ ფაქტის დამადასტურებელი. კი, მე ბუნებრივია ბევრი ვეძებე ეს დოკუმენტი ფილმის მზადებისას, მაგრამ დასამტკიცებლად ვერაფერს ვერ ვეტყვი. ანუ ვერც მტკიცდება, რომ ისინი არიან ნამდვილად ასურელები და ვერც ის მტკიცდება, რომ ისინი არ არიან ასურელები. ყველაფერი მაინც არის მითებზე და ლეგენდებზე აგებული, რომლისაც სხვათა შორის იმ ადამიანებს, ვით მე ფილმში ჩაწერე, ძალიან სჯერათ და ისინი დღემდე ამ ლეგენდებით ცხოვრობენ. შენ აქ გაქვს ასევე საინტერესო რუკა, რომელიც ასკვნის თუ როგორ დაიქსაქსნენ ისინი მთელს მსოფლიოში იმპერიის დაშლის შემდეგ. აქ მიდის ბევრი გზა სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მხარეებში, კონტინენტებზე და სწორედ ერთი გზა მიდის ურმიიდან, ირანის ტერიტორიიდან საქართველოში. ამის შემდეგ ჩვენ ვიცით ყველაფერი რა მოხდა და ამას ვყვები ფილმში, მაგრამ რა იყო აქამდე იმპერიის დაშლის შემდეგ მე ნამდვილად ვერაფერი ვერ შევიტყვი. ძალიან საინტერესო სახელი შეიძინეს ამ ერმა საქართველოში, მათ მოიხსენებენ როგორც აისორებს. აისორებს მაყურებლისთვის უფრო ცნობილი რო გახდეს ვიზე ვსაუბრობ, ესენი არიან აისორები. უბრალოდ იმდენი სახელი აქვს რომ გვემერევა ასურელები, ანუ ასურები მეცნიერების ენაზე, აისორები, რომლებიც მათ არ სიამოვნებთ, ამას რო ეძახიან სხვათა შორის მე ჩავედი სოფელში და ვეუბნები გამარჯობა თქვენ აისორები ხართ, ფილმი მინდა გავაკეთო თქვენზე და მათ თქვეს რომ კი ასე გვეძახიან, მაგრამ ეს ჩვენ არ გვსიამოვნებს. თავიანთ თავს რუსული ენის გავლენის მიხედვით ისინი ასირიელებს ეძახიან. მოკლედ ამ ადამიანებზეა ეს ფილმი. მაშასე მესოპოტამიური ფესვების სოფელ ქანდაში და ეგრეთ წოდებული აისორების გენეტიკური ისტორიული კვლევა ერთად ვნახოთ მარიკა ბაკურაძის ჟურნალისტის დღეული. ყოველი წლის 26 სექტემბერს მცხეთის რაიონის სოფელი ქანდა სუფრას ამ გორაზე შლის. მიცვალებულების საფლავებს კარს უღებს და ამით პატივს მიაგებს მშობლების ხსოვნას, წინაპრებს და მათ, ვინც 200 წლის წინ პირველად დადგა ფეხი ქართულ მიწაზე. ეს ადამიანი არის შვილი ბაქუსა, მაგის მამაც ქვია ბაქუსა, ორი შვილით არის ჩამოსული. რევაზია თვითონ ჩუბიანოვი გვარად მიზმად სოფელი ირანიდან არიან და ურმის დაბლობიდან სოფელი არმუტ აღაჯიდან. მაშინ ქანდაში მხოლოდ ერთი წყარო ჩამოდიოდა. ორი ძმანი იყვნენ ესენი ბეჟანი და ლევაზი. ესე იგი იმათ იპოვეს ეს წყარო, ნუ ესეთ მომრობაში არ იყო. ესე მოიტანეს ქვები, სპეციალური ქვები, გააკეთეს ჭასავით, დააფარეს და ეს იყო უმარილო წყალი იყო ეს. ქვის მარილის ლოდებს შიგნით ყრიდნენ, რომ გემომიეცა წყალსა. მთელი სოფელი მაშინ ამ მომენტს აგებულდნენ. აი საცავი ეს არის პირველი დასახლებული ის სოფელი რა. ძველი ხალხი ვინც არის, ხო? ისე ამ წყაროზე ჩამოდის, შეჩეული ამ წყაროზე და ამ წყალს ახმარობენ კიდე. უძველესი კულტურისა და ერთ-ერთი პირველი დამწერლობის შემქმნელი ერი, რომელთა შთამომავლებიც მე-18 საუკუნესთვის უკვე მთელ მსოფლიოში იყვნენ გაფანტულნი, საქართველოში პირველად ირანის ტერიტორიიდან, ურმიის პროვინციიდან შემოვიდნენ. მათმა დიდმა ნაწილმა სამუშაო თბილისში იპოვა.
მალე ნათესავებით შემოემატნენ და 1830 წლისთვის უკვე დედაქალაქში ასურების კომპაქტური დასახლება გაჩნდა. ყველაზე აქტიურად ჩანა მე-18 საუკუნის ბოლოს. როცა ჯერ კიდევ მაშინ როცა ერეკლე სხვა ერეკლეს ჩამოყავს ეკონომიკის და ვაჭრობის განვითარების მიზნით ჩამოყავს ბერძნები, სომხები, ქურთები, ანუ მართლმადიდებელი ეთნოსები, ასე ვთქვათ, ჩამოყავს ეთნიკური ჯგუფები საქართველოში, რომ გააძლიერონ ეკონომიკა და ვაჭრობა. ერეკლესთან მიმოწერის დროს დოკუმენტები არსებობს, როცა ისინი ამბობენ, რომ მოვინათლებით მართლმადიდებლურად, მიგვიღეთ მართლმადიდებლობაში. პირდაპირ წამოვიდნენ იმ სურვილით, რომ მისულიყვნენ გამხდარიყონ ქართული ეკლესიის მრევლი. ირანიდან ჩამოსახლებულებს მე-18 საუკუნის ბოლოს ოსმალეთის ასურები შეუერთდნენ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს გამოქცეულებისთვისაც თავშესაფარი კავკასია აღმოჩნდა და მე-19 საუკუნის ბოლოსთვის საქართველოს ტერიტორიაზე უკვე 5286 ასურელი ლტოლვილი ირიცხებოდა. ერთად კომპაქტურად მივიდნენ ცარიელ მიწაზე, ნასოფლარზე და მუხრან ბატონმა იჯარით მისცა ჯერ. იჯარით მისცა ეს მიწა და შემდეგ ის უკვე თავი ასე ვთქვათ ის რო ყავდათ რკინიგზის ინჟინერი უკვე ის გახდა ცნობილი და მდიდარი ადამიანი და იმან მუხრან ბატონისგან გამოისყიდა ეს მიწა. ეს იყო უსტა ალავერდ ბადალოვი. აი აქ არიან, აქ მარხია ჩვენი წინაპრები, ვირის ანდრეულ დაახლოებით მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოვიდნენ თბილისში. ერთ-ერთი მაგათგანი იყო უსტა ალავერდი. ესა მისი ქალიშვილი, რომელიც დაიღუპა 18 წლის ასაკში. საქართველოს საზღვარზე ასურელები უსაბუთოდ და უგვაროდ შემოვიდნენ. მათი იდენტიფიკაციის მიზნით რუსმა საბჭოთა მესაზღვრეებმა იოლ ფორმას მიაგნეს. ლტოლვილებს სახელები გამოკითხეს და რუსული დაბოლოებით ახალ-ახალი გვარები მოუგონეს. ასე გაჩნდნენ იოსებიდან წარმოშობილი დღევანდელი ოსიპოვები, ათანეზიდან ათანეზოვები და ასე შემდეგ. საქართველოს ასურელთა კავშირის თავმჯდომარე დანიელ ლაჩინი ამ ამბის ცოცხალი მაგალითია. ის ბოლო 6 წელია დედის გვარს ატარებს. სინამდვილეში კი ურმიიდან შემოსული ერთ-ერთი პირველი ასურელის, დანიელ სარქისოვის შვილიშვილია. ჩვენამდე მოღწეულ ერთ-ერთ დოკუმენტში იკითხება, რომ უფროსი დანიელი მოხსენიებულია როგორც დანიელ ბით უშანი, ანუ უშანის შვილი. თუმცა ცოტა ხანში ზინგერის ფირმის საკერავი მანქანის შესყიდვის აქტში ჩნდება მისი ერთ-ერთი ძმის, სარგისის სახელი. და ამის საფუძველზე 1925 წელს პირადობის დამადასტურებელ საბუთში დანიელს გვარად სარგისოვი ეწერება. საქართველოში ჩამოსახლებული ასურებისთვის ყველაზე მშობლიური სწორედ უსტა ალავერდ ბადალოვის ფულით დაკანონებული მიწა აღმოჩნდა. დღეს ყველაზე მეტი ასურელი სწორედ ქანდაში ცხოვრობს. ტრადიციებსაც აქ ყველაზე მეტად იცავენ. ენასაც თავისუფლად ფლობენ და სჯერათ, რომ ასურეთის უძველესი იმპერიის პირდაპირი შთამომავლები არიან. სოფელში ჩასულებს 500-მდე ასურული კომლი გვხვდება. 1200 სრულწლოვანი მცხოვრებით, მოხუცებით და ძირითადად ქართველი რძლებით.